ფლორიდის წყლების პატრულირება ციდან ხორციელდება. დღეში სამჯერ Clearwater-ის სამაშველო რაზმები ნაპირის დაცვის სამსახურს ტოვებენ, რათა ნავთობის რაოდენობა ციდან გააკონტროლონ. C-130 პანსაკოლას ახლოს წყლების 2400 კილომეტრს ფარავს. უფროსი ლეიტენანტი სკოტ მარფი ეკიპაჟს უძღვება. ეს პირველი დღეა, როცა ასეთ ლურჯ საში გვიწევს ფრენა და 24 კილომეტრი საუკეთესო ხილვადობაა. პირველ დღეს საშინლად წვიმდა. ეკიპაჟის წევრები ციდან ნავთობის ლაქებს ათვალიერებენ. რადარის დახმარებით ისინი წყლის ზედაპირის ქვეშ არსებულ ნავთობს ეძებენ. ოფიციალური პირები სანაპირო დაცვის წევრების ამ დაკვირვებას სატელიტიდან მონაცემების შეგროვებას ადარებენ. შედეგების მიხედვით ნავთობის გაჟონვის მიმართულების რუქა დგება. პენსაკოლას ნაპირიდან 50 კილომეტრის დაშორებით მაშველებმა წყალში რაღაც აღმოაჩინეს. მნიშვნელოვანია ნავთობის ლაქის სხვა, მაგალითად, ღრუბლების ჩრდილისგან გამოწვეული ლაქისგან გარჩევა. როდესაც წუთში 5 კილომეტრის სიჩქარით მიფრინავ, გარჩევა ადვილი არ არის. ჩვენ დამახასიათებელ ნიშნებს გადავცემთ, ვატყობინებთ, რას ვხედავთ და ისინი შესაბამის ზომებს იღებენ. სამაშველო რაზმებს გზავნიან. ხმელეთზე ნავთობის გაჟონვა სპეციალური ჯგუფები აკვირდებიან. ნავთობის მასის კონტროლი ადვილი არ არის, ამბობს მეორე მფრინავი ბრაიან ბოლანდი. ჩვენ მის თავზე რამდენიმე საათს დავფრინავდით. 24 საათის შემდეგ ისევ გავფრინდებით. არ არსებობს იმის დადგენის საშუალება, თუ რა მოახდენს მასზე გავლენას, ქარი, ტალღა, გაიზრდება თუ არა და ნაპირისკენ დაიძვრება თუ არა ის. ნავთობი პენსაკოლას სანაპიროს უკვე მიუახლოვდა. გამწმენდი ჯგუფები 4 ივლისის დასვენების დღეებისთვის მუშაობდნენ, რადგან ამ დროს ტურისტთა დიდი ნაკადი ჩავიდა. ექსპერტები ამბობენ, რომ სანაპიროს გასუფთავება შედარებით ადვილია. მუშაობა კი ლარგოს ნაკრძალზე უფრო გართულდება. ველური ბუნების დამცველები ამ ადგილებს ყურადღებით სწავლობენ. აქ ბევრი თევზი ბინადრობს. ექსპერტები შიშობენ, რომ ნავთობმა შესაძლოა პრობლემა შეუქმნას მათ გამრავლებას და ამით ზღვის პროდუქტების მოპოვებასაც დაემუქროს. ეროვნული პარკის თანამშრომელი დენ კიგერი ამბობს, რომ ნავთობი საფრთხეს უქმნის მანგროს ხეებსა და ზღვის ბალახს. ზღვის ბალახი ძალიან მნიშვნელოვანია. ის წყლის ფილტრაციას ახდენს. ზღვის ძროხები და კუები ზღვის ბალახით იკვებებიან. ის თევზების უმრავლესობისთვის თავშესაფრის როლს ასრულებს. ღრმა წყლის ჰორიზონტიდან ნავთობს ჯერ ფლორიდის ნაკრძალამდე არ მიუღწევია. ექსპერტები ამბობენ, რომ რისკი დაბალია, რადგან ამინდის სისტემა ნავთობს სანაპირომდე არ უშვებს. მათი თქმით, ნაკრძალები იღბლიანები აღმოჩნდნენ. მე ნავთობის გაჟონვასთან დაკავშირებით სიტყვა იღბლიანის ხმარება მიწევს. ჩვენ ვიცით, რომ ბევრს გაჟონვის გამო პრობლემა შეექმნა, განსაკუთრებით გარემოს დამცველებს, მაგრამ სამხრეთ ფლორიდის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ და გაჟონვის ადგილმდებარეობას გავითვალისწინებთ, აშკარად გაგვიმართლა. ლუიზიანას, ალაბამას და მისისიპის შტატებში გაწმენდის სამუშაოები გრძელდება, მაგრამ ოფიციალური პირები ფლორიდასაც აკვირდებიან, რათა ნავთობმა მისი სანაპიროებიც არ დააზიანოს. ირინა ცერცვაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.